ამ ამბის გამოძიების გამო ქართულმა ოცნების წევრებმა და პროპაგანდისტებმა აი ფაქტზე თქვეს, რომ ჩვენ ბრიტანეთის დაზვერვისთვის მუშაობთ. ფაქტი კი ისაა, რომ მათ მოუწიათ ეღიარებინათ, როგორ მასპინძლობდნენ ყულევის პორტში საეჭვო წარმომავლობის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს. და შემდეგ პირობაც დადეს ევროკომისიასთან მეც აღარ ვიზამ. მოკლედ, ამბავი ასე იყო. 2025 წლის ნოემბრიდან ვაკვირდებოდით, რა გემები შემოდიოდნენ ქართულ პორტებში და რა ტვირთი შემოჰქონდათ. მონაცემთა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ჩრდილოვანი ფლოტის, ანუ საეჭვო წარმომავლობის 20 ტანკერს უმასპინძლეთ იანვრის ჩათვლით. ამ გემებს საქართველოში რუსული ნავთობი მოჰქონდათ. რატომაა მნიშვნელოვანი ამ ამბის გაშუქება და მუდმივი მონიტორინგი, რომელსაც ახლაც აი ამ წუთებშიც ვაკეთებთ. იმიტომ, რომ დოკუმენტირებული იყოს ქართული ოცნების რუსეთთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო სანქციების დარღვევის ყველა ფაქტი. თანაც ნავთობის ბიზნესში ხომ დიდი ფულია. ეს ფული სად მიდის, როგორ ფიქრობთ, როცა ამ ბიზნესში ქართული ოცნების გარემოცვაა ჩართული. ყულევის პორტში რუსული ნავთობის შემოსვლის შემცირებით ეს ფულით შემცირდება. სანქციების დარღვევაში ჩართული ისევ ვართ. თუ ხვდები, რატომაა მნიშვნელოვანი ამ თემების გამოძიება, მაშინ გადმოდი ამ მისამართზე და ჩვენი მხარდამჭერების რიგებს შემოვიერთდი. გაგვაოცეთ მხარდაჭერით, რომ მერე ჩვენ ჟურნალისტური გამოძიებებით გაგაოცოთ.